გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ამერიკული კომპანია ჯიფუს პროდუქტზე Gen 3. Gen 3 არის კოლაგენის შემცველი პროდუქტი. ახლა ბაზარზე ძალიან ბევრი შეთავაზებაა, რომელიც კოლაგენს შეიცავს და ეს არ არის შემთხვევითი. იმიტომ რომ ცალკე სილამაზის ინდუსტრიაში, ჯანმრთელობის ინდუსტრიაში და anti-age ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, როგორც კოლაგენის მნიშვნელობის შესახებ, ისე იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს იმ პრობლემის კორექციისთვის, კოლაგენის დეფიციტი რო იწვევს. კოლაგენი არის ძალიან მნიშვნელოვანი სილოვანი წარმონაქმნი ორგანიზმში და უპირველესად კანშია, ხო, მაგრამ თითქმის ყველგან არის ორგანიზმში, იქნება ეს ძვლები, ყესები, ხრტილები, შინაგანი ორგანოები და ასე შემდეგ. Წამოვიდა მთელი მიმდინარეობა იმაზე, რომ რაც შეიძლება უკეთესად მოხდეს კოლაგენის დეფიციტის კორექტირება. თუმცა იყო ესეთი პესიმისტური, სკეპტიკური შეხედულება, რომ რახან კოლაგენი იშლება კუჭში, აზრი არ აქვს მის, ესე იგი, შიგნით მიღებას. თუმცა მეგობრებო, დაგროვდა ბოლო დროს რიგი მეცნიერული გამოკვლევებისა სათანადო სტანდარტებით, რომელიც მიუთითებს, რომ თუ ჩვენ მივცემთ ადამიანს ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ფუნქციური პროდუქტის სახით კოლაგენს მაღალი ხარისხით, რა, შემდეგ ის დაიშლება რა ორგანიზმში ამინომჟავებად, ან ესე იგი პეპტიდებად, ხო? ეს არის საუკეთესო საშენი მასალა იმისთვის, რომ ორგანიზმა ისევ ააშენოს კოლაგენი თავისთვის და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ როდესაც მეცნიერულად შეადარეს სხვანაირი ამინომჟავების, ასე იგი, მიღება, მაშინ იგივე შედეგი არ მიიღეს. ანუ რას უნდა შეიცავდეს ნორმალური პროდუქტი, რომლის მიზანია კოლაგენის დეფიციტის შევსება. თვითონ კოლაგენს, ხო, რასაკვირველია, სასურველია ჰიდროლიზებული იყოს, ანუ დაქუცმაცებული სახით, რომ შეწოვა მოხდეს გაცილებით უკეთესად, შეიცავდეს C ვიტამინს და კიდე სხვა ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც საჭირო არის აი ამ პროცესისთვის. რა ხდება, როცა ორგანიზმში იკლებს კოლაგენი? მისი პიკი არის 20-25 წლის ასაკში, 30 წლის ასაკიდან კოლაგენი იწყებს შემცირებას და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს ქსოვილი გამოირჩევა დიდი სიმტკიცით, სიმკვრივით, ხო, და ელასტიურობით, მაინც მისი სინთეზი იკლებს და წელიწადში 1-1.5%-ით მცირდება. და აი, როდესაც ადამიანი აღწევს 50 წელიწადს, 60 წელიწადს და მეც, რა, მას უვლინდება უკვე კოლაგენის დეფიციტი როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ვიზუალურად ჩვენ ხედავთ კანზე, ხაზებს, ნაოჭებს, კანის ჭკნობას და თუ დავიხსენებთ, რომ თითქმის ყველა ორგანოში არის კოლაგენი, ხო, იგივე პროცესი მიმდინარეობს მთლიანად ორგანიზმში. შესაბამისად, როდესაც ახლა ასე ძალიან ძლიერად ვითარდება დღეგრძელობის ინდუსტრია, ძალიან აქტუალურია კოლაგენის შემცველი კარგი პროდუქტი და სწორედ აი ამ კუთხით შევაფასოთ კომპანია ჯიფუს ეს პროდუქტი Gen 3. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს პროდუქტი შეიცავს მაღალი ხარისხის კოლაგენს. თანაც შეიცავს სამი სახის კოლაგენს, როგორც ველური თევზის ხრტილიდან, ისე იგი სვეტფეხა საქონლის კოლაგენი გვაქვს. თანაც სამი სახის გვაქვს, არის კიდე Polartrix tip 2-ის კოლაგენი, რომელიც უკვე ავსებს პირველი და მესამე ხარისხის კოლაგენის ნაირსახეობას, კიდე გვაქვს ჰიდროლიზებული ელასტინი და აი ასეთი კომბინირებული სახით, რა, ეს პროდუქტი მოწოდებული არის, რომ უკეთეს მდგომარეობაში მოვიდეს ჩვენი კანი, ჩვენი თმები, ფრჩხილები და სახსრები. იმიტომ რომ აი ეს მეორე ტიპის კოლაგენი
არა, სწორედ ხრტილებისთვის არის, ხრტილები, რომელიც არის ძალიან საინტერესო წარმონაქმნი, მინაზე გაცილებით გლუვი, მაგრამ დაწოლას რო უძლებს და არ არის მყიფე და აი სწორედ მის შესავსებად მეორე ტიპის კოლაგენი პირველ და მესამესთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, პირველი რო ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, მერე უკვე რო გვაქვს სხვადასხვა სახეობა ჯენსამში კოლაგენისა და შემდეგ ესე იგი არის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი, ხო? პირველ რიგში ასაკველია C ვიტამინი. C ვიტამინი აუცილებელი არის კოლაგენის სინთეზისთვის. C ვიტამინი გვევლინება კოფერმენტად, ანუ ისეთი ფერმენტი არის, რომელიც ხელს უწყობს მერე აი ამ კოლაგენის ფიბრილების გაერთიანებას და კოლაგენის ბოჭკოების წარმოშობას. აქ არის B ჯგუფის ვიტამინები, აქ არის თუთია და ასე შემდეგ. რა გამოარჩევს კიდევ აი ამ პროდუქტს? ნახეთ, ძალიან ბევრ პროდუქტში შეიძლება ვნახოთ აი ესეთი შემადგენლობა, კოლაგენი პლუს C ვიტამინი და სხვა ვიტამინები. მაგრამ ამ პროდუქტში კიდევ არის ძალიან ძვირფასი შემადგენლობა მცენარეული ინგრედიენტებისა, რომელიც ცალ-ცალკე წარმოადგენს ძალიან მძლავრ გამაჯანსაღებელ პროდუქტებს, მცენარეებს. იქნება ეს ასაი, ბროწეული, ლურჯი მოცვი, ასკილი, მჟავე ალუბალი და ასე შემდეგ. ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეს პროდუქტი. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვმჟელობთ რატო ხდება კოლაგენის ნაადრევი განლევა, არის რიგი მიზეზებისა, ხო? რიგი მიზეზებისა, რომელიც აჩქარებს კოლაგენის და ელასტინის მზარდი დეფიციტი პირდაპირ პროპორციულია დაბერების პროცესისა. რა მომენტები შეიძლება ჩამოვთვალოთ? ეს არის ქრონიკული სტრესი, ეს არის მზე, მისი ულტრაისფერი გამოსხივებით, რომ ეს ქრონიკულად თუ მოქმედებს კანზე, პირდაპირ აი ძალიან დამანგრევლად მოქმედებს კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებზე. ეს არის თამბაქოს მოწევა, ხო? ეს არის ძილის მოშლა, ეს არის ჰორმონული დარღვევები, სხვადასხვა მედიკამენტი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ფაქტორი, როგორც არის არასწორი კვება და აი შაქრის დიდი რაოდენობით მიღება, რომელიც იწვევს მერე გლიკაციის არასასურველ პროცესებს და პირდაპირ ხდება დაზიანება აი ამ ეგრეთ წოდებული უჯრედგარეშე მატრიქსისა, რომელსაც ქმნის კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები. და სწორედ აი ასეთი შემადგენლობა, მეგობრებო, რაც ზემოთ რო ჩამოვთვალე ამ მცენარეული ექსტრაქტებისა, საშუალებას იძლევა, რომ ჯერ ერთი დაცული იყოს მავნე გავლენისაგან ადამიანი, როგორც კანი, ისე მთლიანად ორგანიზმი. ხო, ანტიოქსიდანტური დაცვა იყოს და აი ზემოთ თანაც არასრული ჩამონათვალი იყო, ამისგან ესე იგი იცავს, ხო? შემდეგ ის მომენტია, რომ აი ეს იგივე C ვიტამინი აქ მოცემული არის და სხვა ინგრედიენტები, როგორც თავისუფალი სახით, ისე დიდი უმეტესობა სწორედ სცენარეებში შემავალი ბუნებრივი სახით არის აი ეს კომპონენტები და ეს მკვეთრად ზრდის ამ თვითონ მთლიანად ჯენსამის ფასეულობას. აი რო ავიღოთ ერთ-ერთი შემადგენელი მცენარე აცეროლა, რა, სულ ორი ასეთი მარცვალი, აი ბლის ორი მარცვალი რო ავიღოთ, აი ესეთი ორი აცეროლას მარცვალი საკმარისია დღიური C ვიტამინის ნორმისთვის და ეხლა ამას ის რო მიემატება ასკილი და კიდე სხვა შემადგენელი ნაწილები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, თქვა თუ ვილაპარაკებთ სხვა ინგრედიენტებზე, როგორც არის ასაი, რომელიც ბაობაბის შესწავლამდე ითვლებოდა ხილთა მეფეთ, თავისი მდიდარი შემადგენლობით ვიტამინების, ამინომჟავების, მინერალების და ასე შემდეგ, არა, ბროწეულის მნიშვნელობა ძალიან ბევრმა იცის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ცალკე შეიძლება ვთქვათ ისეთ შემადგენელ ინგრედიენტზე, როგორიც არის მაგალითად ჭარხლის ფხვნილი. ჭარხალი ისე მოქმედებს ორგანიზმზე, რომ სიზარღვები ფართოვდება, ღვიძლი დაცულია, შხამები გამოდის. ეს სიზარღვების გაფართოება როგორც წნევისთვის არის კარგი, ცალკე მამაკაცური
ფუნქციისთვის და პლუს ამას თუთია რო ემატება ამ პროდუქტში, ესეც საინტერესო პროდუქტს ხმის, ისევე როგორც მაგალითად დამასკოს ვარდი, ასეთი არის კიდე ერთი ინგრედიენტი, ბულგარულ ვარდსაც ეძახიან, აქ მათ რაღაც კავშირი არა მარტო სახელობითი, ხო? მას აქვს მთელი რიგი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის, ერთი რომ უშუალოდ მოქმედებს კანზე, კანის მდგომარეობაზე, ხო? მის დატენიანებაზე, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და შემდეგ ძალიან კარგად მოქმედებს მაგალითად ქალის ენდოკრინულ სისტემაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე, ჰიპოფიზეც მოქმედებს დამასკოს ვარდი და ძალიან კარგ მას პროცესებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. ამით იმისი თქმა მინდა, რომ სულ რო არ იყოს ამ პროდუქტში კოლაგენი, არა, ეს იქნებოდა ცალკე ასეთი შემადგენლობით დამოუკიდებელი ფუნქციური პროდუქტი, თავისი ანტიოქსიდანტური მოქმედებით და გამაჯანსაღებელი მოქმედებით. მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის, რომ ეს პროდუქტი შეიცავს რა სამნაირ უმაღლესი კლასის კოლაგენს, თან ერთვის აი ამ პროდუქტს მთელი კასკადი ისეთი ინგრედიენტებისა, რომლებიც მოწოდებულია ჩვენს ორგანიზმში ხელი შეუწყოს ახალი კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას. ეს ხდება ფიბრობლასტების მეშვეობით და ჩვენ მდიდრდებით აი სწორედ ასეთი ცვლილებებით და ესეც მეცნიერულად არის მეგობრებო შესწავლილი, რომ საკმაო ხანი, რამდენიმე თვე თუ იღებს ადამიანი აი ასეთ პროდუქტს, ხო? ობიექტურად არის გაზომილი, თუ ექიმებისთვის არის საინტერესო ორმაგი ბრმა რანდომიზირებული კვლევები იგულისხმება, მათ შორის ესეთი ღრმა ნაოჭების შემცირება, ხაზების შემცირება და აქვე ვიტყოდი სილამაზის შეფასებაზე, იმიტომ რომ ამაზე ხო ხშირად ამბობენ, რომ ეს არის სილამაზის სასმელი, ხო? თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენი პრინციპი სილამაზე გარედან შიგნით და შიგნიდან გარეთ აქ ძალიან კარგად არის ილუსტრირებული. სილამაზის შეფასება არის ობიექტურიც და სუბიექტურიც და აი აქ დაყოფილია სამ ნაწილად სილამაზის აღქმის სამნაირი დონე. პირველი, ესე იგი მიკრო, მეზო და მაკრო. მიკრო რა არის? ის რასაც თვალით ვერ ხედავ. და თვალით ვერ ხედავ, მაგრამ როდესაც ადამიანის სახეზე სახის კანზე ეცემა მზის სინათლე, იქ თვითონ ქსოვილებში, დერმაში, რა მდგომარეობაშია მიოფიბრილები და საერთოდ უწვრილესი ნაწილაკები, თურმე სხვადასხვანაირად ირეკლავს ამ სხივს, ფოტონების გაბნევა სხვანაირადაა და ამიტომ არის ხოლმე, რომ აი ადამიანი ქალი იქნება თუ მამაკაცი, რომელიც თავს უვლის კოსმეტიკით თუ შიგნით მისაღები კარგი, ესე იგი კოლაგენის პროდუქტით, არა, რო იტყვია, რომ აი მისი სახე ასხივებს. აი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა, სხივი როგორ აირეკლება. მეორე, ესე იგი შუალედური დონე, ესე მეზო, ხო? ეს გულისხმობს უკვე რასაც თვალით ნახავ. ეს არის წვრილი ხაზები სახეზე, ნაოჭები, თმის ფოლიკულები რა მდგომარეობაშია, ფორები რა მდგომარეობაშია და შეიძლება ანთებითი კერებიც გამოჩნდეს იქ. გარქოვანების პროცესი რა დონეზე არის, ლიპიდური, თქვათ, ცხიმოვანი პროცესები რა მდგომარეობაშია და ამ ხრივაც კოლაგენის მაღალი ხარისხის, აი როგორც ჯენსამია პროდუქტი, თავის როლს ასრულებს, ხო? და მაკრო უკვე ითქმის იმაზე, როდესაც ადამიანის თელს სხეულზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანი, არა, კანის სხვადასხვანაირად გამოიყურება, მაგრამ იმის გამო, რომ კოლაგენის პროდუქტი არის შიგნით მისაღები და რაღაცასასმელი, ხო, მათ შორის იგივე ჯენსამი, რა ხდება? როდესაც ადამიანი მიიღებს, კუჭში იწყება რამისი მონელება, აი უწვრილეს ნაწილაკებად რო დაიფანტება, ის თელს ხელს მოედება და იქ სადაც არის, ესე იგი საჭირო კოლაგენის მშენებლობა, იწყება ფიბრობლასტებით კოლაგენის და ელასტინის მშენებლობა და ამიტომ აი მაკრო დონეზეც ჩვენ გვაქვს უკეთესი ხარისხის კანი, ვიდრე გვექნებოდა ამის გარეშე. მე ჩემი მხრივ დავუმატებდი, რომ არა მარტო კანი, აი ილუსტრაციისთვის მეგობრებო, თვალში არის რამდენიმე სახის კოლაგენი და დაწყებული იქიდან რქოვანა როგორი გამჭვირვალობისა, მინისებრ სხეული რა მდგომარეობაშია თუ მისი სხვა სტრუქტურები, არა, აი კოლაგენის შემცველობაზე ძალიან დამოკიდებულია და წარმოიდგინეთ მთელ სხეულზე რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროდუქტის მიღება. მისი დოზირება ადვილი გამოსათვლელია, გამოთვლაც არ ჭირდება. პროდუქტი არის ფხვნილი, რომელსაც წყალში გახსნი 230-250 მილilitrში, მოყვება კოვზით და იმ კოვზით, ესე იგი, ჩაყრი ფხვნილს და
მიიღებს ეგ ამ პროდუქტს. და ცოტა სხვა მომენტებსაც ვიტყოდი, იმიტომ რომ ვიზუალურადაც კომფორტია, იმიტომ რომ შეხედავ მის ხსნარს, იცი. ამჭირვამედ ესეთი სასიამოვნო ფერისაა და კიდევ როდესაც პირველად დალევ თუ მე უკვე განმეორდა სისტემატიურად, მოგიდება თქვა რომ ძალიან გემრიელია.